რამდენიმე წუთის წინ თბილისში პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომა დასრულდა. პარტია დღეს უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. თემას პირდაპირ ეთერში მაკა ანდრონიკაშვილი განაგრძობს. მაკა, რა გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ? თეონა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პოლიტსაბჭოს ხდომაშა, როგორც აღნიშნე, პოლიტსაბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით მორატორიუმი გამოცხადდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრებმა მიიღეს, შეეხებოდა საყდურის გამოცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატის მიმართ, ეს არის მედია ავასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი. სწორედ ამ დეპუტატებს გამოეცხადათ საყდური სავარაუდოდ დაუმორჩილებლობისთვის და თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისთვის. მანამდე კი სანამ პოლიტსაბჭოს ხდომა დაიწყებოდა, გარკვეული გაუგებრობა ჰქონდა ადგილი პოლიტსაბჭოს ხდომის დაწყებამდე. პოლიტსაბჭოს წევრები და უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ხდომაზე არ იყო დაგეგმილი აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის არსებული პრობლემის განხილვა და არც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ იყვნენ აღნიშნულ ხდომაზე მიწვეული. განსხვავებული იყო კომენტარები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისაც. ისინი აცხადებდნენ, რომ არაპირებდნენ შეცვალათ გადაწყვეტილება და ისინი აუცილებლად გამოუცხადებდნენ უნდობლობას აჭარის მთავრობას. მათი მოწვევა ნამდვილად არ ჩაგუწლია საჭიროდ. მაგ საკითხს ალბათ განვიხილავთ. თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ მათ უნდა მოусმინოთ, შეიძლება ხვალ ზეგ მაგ დავიბაროთ და გავესწავლოთ. დღეს ამ წუთში ისეთი დაბადებული ჩვენ არ ვყავთ. ის რაც მოხდა აჭარის უზენაეს საბჭოსა და მთავრობას შორის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი, ამიტომ მოგვიწევს ამაზე მსჯელობა, მოусმენთ ხარებს და შემდგომ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას. საგანელძე არის პოლიტსაბჭოს ერთი წევრი. ხოლო მე ჩამოსული ვარ პოლიტსაბჭოს მოწვევით. ამერიკას და მთხოვეს. ეს მესიჯის გამომიგზავნის. ხოთ მობრძანდეთ პოლიტსაბჭოს ხდომაზე. მე კეთილსინდისიერად გამოვცხადდი პოლიტსაბჭოს ხდომაზე. თუ მათ ექნებათ სურვილი მოსმენისა, მე მოვუყვები ჩემს არგუმენტებს, ჩემს შეხედულებებს ვეთქვი, ისევე სხვა ფრაქციის სხვა წევრებიც იყვნენ თავის შეხედულებით. თუ არ ექნებათ ამისი სურვილი, მაშინ რაღაც გვიბარებთ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა პოლიტსაბჭოს წევრებს, როგორც უკვე გითხარით, გადაწყვეტილება იქნა მორატორიუმის შესახებ მიღებული. გარდა ამისა, დღეს ხდომის დაწყებამდე დეპუტატები საუბრობდნენ იმ პრობლემებზეც და იმ პრეტენზიებზეც, რომელიც მათ აქვთ აჭარის მთავრობასთან, კონკრეტულად ძირითადი პრობლემები მათი განცხადებით არსებობს ფინანსთა სამინისტროში და გამომდინარე იქედან, რომ ისინი ერთ კონკრეტულ მინისტრს ვერ გამოუცხადებდნენ უნდობლობას, მათ მიიღეს გადაწყვეტილება თლიანი შემადგენლობისთვის გამოეცხადებინათ უნდობლობა და დააყენეს ეს ინიციატივა. არ გააკეთოთ კომენტარი, არ გვინდა. მე მინდა დღეს ვთქვა პოლიტსაბჭოს, როდესაც მე ქართული ოცნების თანადამფუძნებელს ანაგის ყოფილი ფინანსური მენეჯერი, რომელსაც შემოღობა ეს შენობა 2012 წელს, მადანაშაულებს ნაცმოძრაობასთან კავშირში, ამას უკვე აღარ მოვიცვით რა. ჩვენი პოზიცია არის მყარი, ჩვენი არგუმენტები არის მყარი. პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის ლიდერი, საქმის კურსია, ყველა ჩვენი არგუმენტების შესახებ. თუ ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებას. მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ არა, მოდით წინასწარ ნუ გავაკეთებთ ამაზე განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტები და მიმაჩნია, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ ის იქნება გაზიარებული. თუ დღეს პოლიტსაბჭომ ვერ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან დაკავშირებით, ჩვენ ორშაბათიდან ვაგრძელებთ არგუმენტების წარდგენას, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა, აჭარის რეგიონის მოსახლეობა, თუ რატომ არ შეესაბამება აჭარის დღევანდელი მთავრობა იმ რეალობასაც ქვეყანაში არის. ანუ გადაწყვეტილება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ არ შეიცვალა. ჩვენს მიერ, ჩვენი ფრაქციის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება არ შეიცვლება და რჩება ძალაში. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლილია, გამოცხადებულია საყვედური და ასევე გამოცხადებულია მორატორიუმი. როგორი იქნება პოლიტიკური განცხადებები, რომელიც დაპირებული იქნა შეხვედრის დაწყებამდე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილი ის არის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმოწერები აჭარის მთავრობის გადაყენების მოთხოვნით აღარ შეგროვდება.